აუდიტორია. Ჩვენი თემა იყო სამხრეთ ამერიკა. ამ ფორმატზე მუშაობდა გუგა ჩიტიაშვილი, ნინო ხარჩიძე, ლუკა ცხედაძე და დაჩი დაბაიძე. სამხრეთ ამერიკა სიდიდით მეოთხე კონტინენტია. მასზე 12 ქვეყანაა. ესენია ვენესუელა, გაიანა, სურინამი, ბრაზილია, ურუგვაი, პარაგვაი, ბოლივია, არგენტინა, ჩილე, პერუ და ეკვადორი. სამხრეთ კონტინენტის დიდი ნაწილი მდინარე ამაზონის გადაჭიმულ ამაზონის ტროპიკულ ტყეს ჯუნგლებს უკავია. სამხრეთ ამერიკას დასავლეთით წყნარი ოკეანე აკრავს, აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთით კარიბის ზღვა, სამხრეთით კი სამხრეთის ოკეანე. ამაზონის ჯუნგლებში იმაზე მეტი ცხოველისა და მცენარის სახეობაა, ვიდრე მთელ მსოფლიოში. აქ ბინადრობს ერთ-ერთი ყველაზე ნელი ცხოველი, ძუძუმწოვარი ზარმაცა, დიდი ნისკარტა ტუკანი, უზარმაზარი ჭიანჭველა ჭამია და თუთიყუში არა და სხვა მრავალი. კოლიბრი მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში. ის ერთადერთი ფრინველია, რომელსაც უკანასკნელით შეუძლია ფრენა. მას გული კუჭზე დიდი აქვს და ამის გამო მას შეუძლია დაუღალავად ფრენა. ის დაახლოებით წამში 80 ჯერ აქნევს ფრთას. კოლიბრის 400-მდე სახეობა არსებობს. ამაზონის მდინარე მსოფლიოში მეორეა სიგრძით, 6448 მეტრი. იგი ყოველ საათში წყნარ ოკეანეში ამაზონის მდინარიდან 770 მილიარდი ლიტრი წყალი ჩაიდება. ატაკამის ტბა იგივე ჩილე დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილია. აქ 100 წელიწადში ერთხელ მოდის წვიმა. ხანდახან 400 წელიწადიც კი არ წვიმს. პერუს ანდებში მდებარეობს ტბა ტიტიკაკა. მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ტბა, ზღვის დონიდან 3810 მეტრზე. ანდები მსოფლიოს უგრძესი მთათა სისტემაა. იგი გადაჭიმულია სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში. მას უკავია 7249 კილომეტრი. სისტემის უმაღლესი მწვერვალია აკონკაგუა, 6960 მეტრი. პერუს ანდებში ერთ-ერთი პლატოზე მდებარეობს უძველესი ქალაქი მაჩუ პიქჩუ. ეს ქალაქი ანდებში მცხოვრები ძველადმოსილი ტომის ინკების აგებულია. ინკების იმპერია პერუს მაღალმთიანი რეგიონში მე-13 საუკუნეში აღმოცენდა და მალე დაიპყრეს. შემოერთა ბოლივიის, ეკვადორის, ჩილეს, კოლუმბიისა და არგენტინის უმეტესი ნაწილი. აქ ასევე ეს მაჩუ პიქჩუ იყო ინკების ერთადერთი თავშესაფარი. სამხრეთ ამერიკის საერთო ფართობია 17,866,130 კვადრატული კილომეტრი. მოსახლეობა 346 მილიონი. ყველაზე დიდი ქვეყანა ბრაზილია 8,547,400 კვადრატული კილომეტრი. ყველაზე მაღალი მთა აკონკაგუა 6,960 მეტრი. ყველაზე გრძელი მდინარე ამაზონი 6,440 კილომეტრი. ყველაზე დიდი ტბა მარაკაიბო 13,511 კვადრატული კილომეტრი. მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერი ანხელი 979 მეტრი. ყველაზე დიდი უდაბნო პატაგონიის უდაბნო. ყველაზე დიდი კუნძული ცეცხლოვანი მიწა 46,360 კვადრატული კილომეტრი. სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს მსოფლიოში მაღალი ჩანჩქერი ანხელი, რომელიც მდებარეობს ვენესუელაში. მის სიმაღლე 979 მეტრია.
მადლობა ყურადღებისთვის.